ეხებოდნენ ალბათ ასეთ გოგოს და რატო? ხო იცი, ახლა მაინც ისეთი თაობა თამუნა ამასული, რომ ბავშვები სულ კოცნაობაზე არიან გადასულები, ახლა მე ძალიან მეუხერხულება ამ თემაზე საუბარი, მაგრამ არა, ნუ გეუხერხულება, ხო ეს არის ჩვეულებრივი მომენტი. ძალიან სულად გძნობ თავს, აი ერთი კვირა საკუთარ თავს ვერცნობ. საკუთარ თავს ვერცნობ, რატომ? ვერცნობ, აჟიტირებული ვარ, აფორიაქებული ვარ, რა ვიცი, აი ყველაფერი ერთად ჭირს. იმიტომ რომ გინდა რომ აკოცო? როგორ? იმიტომ რომ გინდა რომ აკოცო? არა, ახლა კი ნანობ. ანანო თუ არ აკოცე? მაგრამ თამუნა რომ ყვარებოდი თქო, მაგას ფიქრობ, რომ ყვარებოდი ჩემი აზრით არ დამტოვებდა ახლა ეგრე კოსმის პონჩი, ანუ რაღაც არ მიგატოვებდა. არ მიმატოვებდა ახლა ხო. მე მაგას ცოლად თუ ვუნდოდი და თუ მეძლეო და იმის ოჯახი მე არ დამტოვებდა ახლა ისე რომ არ მაკოცება წასულიყო ესე. ვიღაცა ახლა გავიცვალე იმაში რას გავს რო განახა თამუნა მე რა გოგო ვარ ახლა არ ვარ ცუდი გოგო ახლა ჩემთანზე არ მიყვარს საერთოდ მაგრამ ცუდია ოჯახი გეძლეოდა რას ნიშნავს ოჯახი რას მეუბნებოდა გეძლეოდა რას ნიშნავს მეძლეოდა ახლა ანუ დედამის მოუწონდი ძალიან და შენ ახლა მეც მომწონდა კაი დაყავდა და რა შუაშია დასმიყვებით, ოთი მისმიყვებით. არა, ოჯახი. არა, დედა თუ მოგწონდა თქო, მაგას გეკითხები. ხო, არა, მოგწონდი ახლა შენ თუ მოგწონდა დედა შენ. დედა მისი თუ მოგწონდა თქო შენ. მეც მომწონდა ახლა ეს ბიჭი არ მუშაობს, დაცვაში მუშაობს ახლა დროებით, მაგრამ რაღაცაში გადაიყვანენ, რა ვიცი. უფროსად. დირექტორად დანიშნავენ სადაც. ეს არის ტოტალიზატორი, ახლა აღარ ვიტყვი. ტოტალიზატორის დაცვაში. მე თამუნა რა პრობლემა მქონდა, იცი კიდევ დაიწყო თამაში. ხო, ტოტალიზატორში. კი, თამუნა. მაგრამ კიდევ შეიძლება გამოირბენდა უცებ. ხოქენი შეიძლება გამოირბენდა თქო. არა, თამუნა იქ რომ მუშაობდა, იქ სხვა სიტუაცია იყო და ესე ჩვენი პრობლემა არის ის, კარგი. ჩვენი ესე იგი ძირეული პრობლემა ახლა ამჟამად არის ის, რომ შეყვარებული დაგშორდა იმიტომ, რომ შენ არ აკოცე ტუჩებში. არა, მაგრამ ხო ვერ ვეკოცნავებოდი თამუნა. რა თქმა უნდა, ხო, და შენ ვერ ეკოცნავებოდი იმიტომ, რომ მას არ ეფიქრე, რომ შენ ხარ გარყვნილი გოგონა, ხო? რა თქმა უნდა, თამუნა, მაგას მე როგორ ვიკადრებდი ახლა. და აბა როდის უნდა აკოცო შეყვარებულთან? რამდენიმე ახლა მე საქმრო რომ ყოლოდა, კი ახლა სანამ გაუყვებოდი და დამნიშნავდა შეიძლება და მეკოცნა, მაგრამ ნიშნობის შემდეგ. ახლა ხო და მერე ხორწილის მერე გეუბნები თორ ახლა ეს გოგოებს რო უყურებ კი არიან ისე გადარეულები მაგრამ მე არ ვარ თამუნა მე სხვა ოჯახი მყავს და არა რა თქმა უნდა ხო კი და მიცი რა მითხარი სხვა კოცნას ესეთი ამბავი ატყდა წარმომიდგენია სხვა რამე რომ მოეთხოვა მოკლდი თამუნა არა როგორ მკადრებს გენეცვალე არა ეგ მე მასეთ რაღაცებში დასლაპარაკო და მე ძალიან სხვანაირი გოგო ვარ. ალბათ მაგიტო ჩემ მეგობრებიც მეუბნებიან და შენმა პატიოსნებამ და შენმა ესეთმა წესიერებამ დაგღუპაო და გაგასავსავაო ახლა იჯექი ნასო და გაგასავსავაო? რა მინდა ახლა ფიქრობ და მეძლებდნენ შენი ზაკეთება. ძალიან მეზულებ ახლა არა მე გამესინა ხა SMS-ი მოვიდა ერთი შენზე არ ფიქრობ ხა შენ ხო არ ფიქრობ ხა ძალიან აჟიტირებული ვარ ახლა და იქნება გენაცვალე ხა სიყვარული დაკარგე და აჟიტირებული კარი გადარეული ხა კი ყვარდი და ის ყვარდი გეკოცნა მე შენ კიდე რა იყო და ძალიან ახლა იმ გოგოსთან ერთად რო ხედავ ხო საერთოდ ახლა გოგოს მე რა უნდა უთხრა რა საქმე მაგას არა ის გოგო რა შუაშია შენ არ აკოცე ის შუაში მე ახლა სხვა რაცხვას ფიქრობ რომ მე ანუ სერიოზულად შეიძლება ქეც მიყურებს ახლა მაგრამ ხო უნდა კოცნა ხო უნდა ბისითბო ალერსი რაღაცა ჩახუტება რომ გამოხატო ყურადღება მის მიმართ მაგრამ შენ არ გამოხატა სხვა როგორ მე არ მიყვარს ახლა როზია ვიჯექით ხოლმე ბაღში აგერ პარკში ჩავდიოდით ხოლმე და და რას აკეთებდით? ვიაბერაკობდით. რას ესაუბრობდით?
ვერ ვიცი ახლა მე ასე მიყვარხარ ხო კი არ მithქვამს. ახლა ხდებოდა ეს მე რომ ყარები და იგი ასე ახლა პირდაპირ არ მქონდა ნათქვამი. მაგრამ იგი ხმარებოდა რომ ჩვენი ოჯახია მამაკაცისიაო შენ და მეო განწყობილიო კარგათო და იცი რა უკაცრავად ამ კითხვისთვის და სად ცხოვრობ? საცხოვრებ თბილისში. ახლა ქუთაისში მყავს დედა. ხო. ხო და დედა ჩემი ახლა თუდად კი არის, მაგრამ ამადგება ახლა ფეხზე და ამან ბავშვს ასე არ დაუტოვებო, იმიტომ რომ შეყვარებული სახელი დაიქვა თამუნა. და უკვე ანუ სერიოზული სახე ქონდა ახლა ასე თუ ისე. ხო, ესეთი სერიოზული ურთიერთობა ქონდა გაეკოცნა შენ კიდე ერთხელ. ახლა ვერ ვიკადრებდი რა ვეღა. მე კი დაწუნებული ვიყავი იმის გარდა იქით ახლა რას სულელია აქ გავიხედავდი ისე დამეწას რასაბარაკო. ასენა. საკაი მოსის პრესიერებს ახლა საერთოდ ვინც ეს თქმა უნდა. მოგოსნაირი აი ესე მოსის და მე აი ესე დავჭი და თეატრ ღირსია რა ხარ. რა თქმა უნდა. კარგი, ესე იგი ჩვენი თემა იყო შემდეგი. ცოტა მასე გადავხვით თემისგან, მაგრამ ნუ მაინც ვიკითხავ. შენი აზრით უნდა აპატიო თუ არა შეყვარებულს ღალატი, ანუ რომ გიღალატო შემოშეყვარებულმა აპატიო. ახლა რა დამიბრუნდეს მე? ხო. და რაღა ვქნა, ახლა ნახე თამნა, შენ აპატიოთ ახლა, მაგრამ გააჩნიათ ახლა იმ გოგოსთან თუ ის გოგო თუ სხვა პონჩია ახლა ეძლევა მაშინ ახლა შეიძლება ვაპატიო და მე თუ აღარ მომთხოვს იმ კოცნაობას იმ გოგოსთან თუ იკოცნავა და შენთან მოვიდა სერიოზულად მაშინ აპატიებ კი აჰა ანუ შენ პრობლემა არ გაქვს ხო იმან რომ იაროს აქეთ იქით მაჯინა თამნა ახლა მე როცა ვერ მივცემ იმდენს ვერ მივაჭრი მაგის მესმის ახლა ბიჭია კი და არ მქონია მაგაზე არასდროს მე კარგი გასაგებია და იცი რა მითხარი ცოლად გაყვები მაშინ რომ ვიღავატოს არა ახლა ცოლად რო გაყვები ხო კოცნაები ახლა მაგის არა კოცნაები ხო თავისთავად და ბავშვები როგორ ახლა ბავშვების გულიზე ახლა ხარი მაინც ბავშვი და იგი ოჯახური ახლა მაგის თავისთავად ესე რა გაკადრებს ახლა ბავშვების გულიზე არა მე მაინც ძალიან შფოთვავ და არ ვიცი არა ნუ შფოთავ ძალიან ოპერი კარგად იქნება შენ თუ გულით მოინდომებს ის ადამიანი აუცილებლად დაგიბრუნდება და აუცილებლად ვაკოცებ თამუნა რა ვაკოცებ გასულ სხვა აკოცებ და დაინიშნე ცოლად გაყევი და მე აკოცებ ახლა გუშინ ფიქრობდი თამუნა რომ მივიდე და ეგრევე ვაკოცებ თქო მაგრამ რას ლაპარაკობ რომ დამინახონ თამუნა ვინმემ რომ დამინახოს რა თქმა უნდა ამ საათში მიუტანენ მე დედაჩემს ენას მართალი ხარ რომ დაგინახოს ვიღაცამ რა უნდა ქნა არა ხარ მაგის სახელის დაწეხვათ არა აბა რას ლაპარაკობ всё სახელი გაგიტყობა კი არა არ ვიცი შენ რა შეგრაცხა გამოგაცხა ვიცი ხო იცი მაინც ახლა რა ვიცი რა თქმა უნდა ასე რომ გოგოებო არ აკოცოთ ბიჭებს სანამ ცოლად არ გაყვებით ხო კი ახლა ცოლად თუ გაყვებიან და მანამდე თუ მოგთხოვათ ახლა რა vicი მე მაინც ვერ გეტყვით ახლა აკოცეთ ხო თავი შეიკავოთ მოკრეთ კარგი ესე იგი სიმღერა რომელიც მე და შენ შევარჩიეთ არის Coldplay's The Hardest Part ანუ მე შეგირჩიე შენ Coldplay მე ჩემი ლოვა უსმენ და მაგას ადრე კარგი და ვის მიუძღვნი ამ სიმღერას ჩემ ლოვას ისევ და ისევ მაინც გიყვარს და დათხარ ყოველთვის აპატი მე ჩემი აზრით ხო ისე ვიქნებით ალბათ ერთად არ ვიცი თამუნა წოტონავას თოლნიკეს მიუძღვენი კარგი მიდი მთელი გულითა და სულით ასე იგი რა ვიცი და მოვადინით კი ძალიან მენატრება და განვიცდი რა თქმა უნდა რაღაცნაირად სულ ახლა მახსენდება ხოლმე მაგრამ ჩემთვის ვეცნობა ხარ ნანოთ ხერეთ და ვეცნანოთ და მოკლედ არ ვიცი თამუნა ისე დღეში არ მე ახლა კიდე დაგირეკავთ მე დარეკე აი პროპეტამზე ახლა შეგვიძლია დარეკო ძალიან დიდი მადლობა მოკლედ დიდი მადლობა შენს არისთვის მადლობა იმედი მაქვს რომ შენ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება გაიხარე თამუნა გაიხარე დიდი მადლობა და მე ვის დარეკე კიდევ არაერთხელ ძალიან გამახარებ კარგი ის ყველათ ხოლმე მაგრამ კარგი თამუნა კარგად მადლობა კარგად